გამარჯობა ყველას. მე მინდა ერთ ამბავზე მოგიყვეთ, რომელიც გუშინ შაბათს 6 დეკემბერს მოხდა. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და იმსახურებს ყურადღებას. დავიწყოთ მოყოლით, რომ საქართველოში დაარსდა ორგანიზაცია GAFA. ეს არის ამერიკული აბრევიატურა, მორბენალს თვითონ შედავთ Georgian American Freedom Alliance. ქართულ ამერიკული თავისუფლების ალიანსი. ეს დაარსეს ახალგაზრდა ხალხმა, ახალგაზრდა პროფესიონალებმა და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ჩვენს მოგწევს საშუალება მონაწილეობა მივიღოთ აი ამ საქმის ორგანიზებაში, მეტნაკლებად ამდენადაც შეგვიძლია და ემიგრაციაც მათ შორის ნაწილი ამერიკული ემიგრაციაც ჩართულია. იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის რაც ჩვენ გვაკლია. რასაც უნდა აკეთებდეს დღევანდელი მთავრობა, რასაც უნდა აკეთებდეს პოლიტიკური სპექტრი და რაც ნამდვილად არ ხდება იმ მასშტაბით და იმ სერიოზულობით, როგორიც საჭიროა. და ამ საჭიროებამ ხორცით სარიელი ადგილიო ოცბად ივსება, ამ საჭიროებამ წარმოქმნა და ამ ხალხმა, ამ ახალგაზრდა პროფესიონალმა იგრძნეს ამ საჭიროება და დაარსეს ესეთი ორგანიზაცია. გუშინ თბილისში, სვის ჰოსტელში ძალიან კარგი სასტუმროა. მოხერხდა ის, რომ დაეთმო ამ ორგანიზაციას დარბაზი, არც ისე დიდი, მაგრამ სულად საკმარისი პირველი ჯერისთვის და ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ეხება საქართველოს როლს აიმდერებნების იმ ენერგო გზების რუკაში მონაწილეობას, რომელიც ახლა საკმაოდ გააქტიურდა სამხრეთ კავკასიაში, თქვენ იცით, არის ესეთი გზა, თავიდან ეძახდნენ ზანგეზურის, მერე დაარქვეს ტრამპის დერეფანი, მოკლედ, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს სომხეთის გავლით და მიდის თურქეთში. და უფრო ადრე იქიდან აზერბაიჯანამდე მოდის შუა აზიიდან. ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრი წუხილი იყო იმაზე, რომ საქართველო რჩება თამაშგარეთ და რჩება თუ არა თამაშგარეთ. რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ რადარებიდან არ გავქრეთ, როგორც დაგვემუქრა, დაგვკვირდა და შეგვისრულა ოცნებამ და დავუბრუნდეთ საერთაშორისო თანამეგობრობაზე, აი ამაზე ყველაფერზე იყო გუშინდელ კონფერენციაზე ლაპარაკი და ეს მე მგონი ძალიან საჭირო თემაა. აი ამაზე მინდა მოგიყვეთ, ეს იგი რაღაცა ილუსტრაციებიც გავამზადე და ეს დაიწყო გუშინ, იყო ორნაწილიანი. ეს არის ორი გიორგი, დამფუძნებლები ამ ორგანიზაციის, აი ეს ბანერი გაამზადეს, გიორგი ლაბაძე, დარიოს რესპონდენტი და თქვენთვის დარიოს მაყურებლისთვის ნაცნობი ამზადებს კონფერენციას. ესეთი იყო ჩვენი გეგმა, კონფერენცია იყო ორნაწილიანი. მცირე შესვენები და შემდეგ გაგრძელდა. აი ესე გამოიყურებოდა პირველი პანელი და მეორე პანელი. საკმაოდ საინტერესო წავიდა ეს ყველა დისკუსია, უბრალოდ შთაბეჭდილება რომ შეგექმნათ. ძალიან კარგად, მაღალ პროფესიულად და დაფიქრებულად იყო მომზადებული. იყო სინქრონული თარგმანი, ასევე იმიტომ რომ დაპატიჟებულები იყვნენ საელჩოების წარმომადგენლები და მათთვის ეს ყველაფერი გაკეთდა. იყო საკმაოდ უწოვე დისკუსია დარბაზიდან, ითქვა ისიც, რომ მუდმივი შეკითხვა ჩვენში რაც არის რა დროს ესეთი მსჯელობა, როდესაც ქუჩაში ესეთი ამბავი ხდება, ხალხს იჭერენ და ასე შემდეგ. კი ბატონო, არსებობს ცხელი საჭიროება, არსებობს ხანძარი, რომელსაც უნდა რეაგირება მივცემ და ყველანი აი ფაქტიურად ყველანი იქ თანამონაწილეები არიან იმ პროტესტის, ვისაც ახედავთ, მაგრამ ამასობაში აუცილებლად უნდა იყოს ეს სამუშაო, ეს ფუნდამენტალური მოსამზადებელი სამუშაო, რათა დავხვდეთ ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ ხელში ჩავარდნილ საშუალებას და შესაძლებლობების ფანჯარას. მე ახლა მინდა რამდენიმე კიდე ვიდეოც ჩავიწერე და იმისთვის რომ წარმოდგენა გქონდეთ, ამონარიდები მოგასმენინოთ ამ ვიდეოებიდან, გითხარით რომ კონფერენცია ჩატარდა ორ ნაწილად, პირველი პანელი და მეორე პანელი.
და გეტყვით ასევე ვინ მონაწილეობდა მასში და მოდი ნახოთ შევიქმნათ შთაბეჭდილება და მივხვდეთ როგორ სერიოზულად და კარგად იყო ეს ყველაფერი მომზადებული და რაოდენ პერსპექტიულია ეს ყველაფერი მე იმედი მაქვს რომ განვითარება ამას მოყვება ამისთვის პატარა ვიდეო ჩანახავთ როგორც გითხარით კონფერენცია ორნაწილიანი იყო პირველ ნაწილის მოდერატორი იყო ნიკოლა ზალავიძე და მონაწილეობდნენ ბუბა ბაღდავაძე გიორგი ლაბაძე და გიორგი ანთაძემ გიორგი ლაბაძემ გახსნა კონფერენცია მის სასალმებელი სიტყვით და მადლობა გადაუხადა ყველას ვინც დაეხმარა ამ კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობაში და საერთო გეგმები გააცნო ორგანიზაციის დაფსა აუდიტორიას. მეორე ნაწილი იყო მოდერატორი ვაჟა თაუბერიძე, ნიკოლა ზალავიძემ გადაინაცვლა პანელის მონაწილეებში და დაემატა ჩვენი უცხოელი სტუმარი ალენ ლენარდი, რომელიც გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო და პატარა მონაკვეთს მისას შემოგთავაზებთ ნამდვილად. ეხლა წარმოდგენა რო გქონდეს, მოდი მოვისმინოთ ბევრს არ შეგარწყეთ სულ 2-3 მონაკვეთი კოოპერაციით. პერიოდში ფაქტობრივად გარკვეული დოზით მისი შემცირება, შემდეგ უკვე არაეფექტიანი გამოყენება მოხდა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში ის ჩაბმული იყო გარკვეული წარმოების ციკლში, მიწოდების ჯაჭვში და შესაბამისად გარკვეულწილად ის ფუნქცია, რაც გააჩნდა საქართველოს მათ შორის ინდუსტრიული მიმართულებით, დაკარგა. შესაბამისად მოუწია ადაპტაცია ახალ რეალობასთან. ამ ახალ რეალობასთან ადაპტაციის პერიოდში ერთ-ერთი რაც მთავარი გასაღები შეიძლება დარჩენილიყო ქვეყნისთვის იყო მის გეოგრაფიული მდებარეობა და სწორედ ამ გეოგრაფიული მდებარეობით იყო განახევი შემდეგ უკვე ყველაფერი დანარჩენი. მათ შორის ისიც თუ როგორ მოახერხებდა საქართველოს სხვა ქვეყნებთან აღიარების პოლიტიკის წარმოება, საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვას და სავაჭრო ურთიერთობების წარმართვას. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კონტექსტში და სავაჭრო შეთანხმების კონტექსტში საქართველოს საბჭოთა კავშირის და TST-ის ქვეყნებთან გარკვეული ტიპის ურთიერთობები გააჩნდა, თუმცა შემდეგ ამის უკვე რეფორმირება მოხდა და გარკვეულწილად ქვეყანამ სცადა, რომ თავის გეოგრაფიული მდგომარეობა გამოეყენებინა დასავლურ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობის ფორმატისთვის. დაახლოებით ესეთი სხვადასხვა ტიპის გამოსვლები იყო რაღაცა ისტორიული ექსკურსიის ფონის შესამზადებელი და იყო სრულიად კონკრეტული და პრაქტიკული გამოსავლის ძიება არის თუ არა ეს ახალი შემოთავაზებული მარშრუტი ტრიპი, ეგრეთ წოდებული ტრიპი საქართველოსთვის საშიში, თუ ეს არის რაღაცა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, რომელშიც უნდა ჩავერთოთ და თუ კი საშიშროებაა როგორ ავიცილოთ თავიდან, თუ კი ჩართვა მოსახერხებელია და თანამონაწილეობა შესაძლებელია, რა არის ამისთვის საჭირო, რა არის ხელშემშლელი ფაქტორები და როგორ უნდა დავძლოთ ის და როგორ დავგებოთ მათი დაძლევა. კიდევ ერთი მონაკვეთი. სტრატეგია, რომელიც საკმაოდ ხაზგასმით ამბობს, რომ ამერიკას ნასაუს პრიორიტეტული სივრცეები და არაპრიორიტეტული სივრცეები. მადლობა. ხო, ეს სტრატეგია ჩვენი, რა ქვია, მაგის დასაცავებლების გაკეთების მერე გამოვიდა რეალურად. თუმცა, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამით ბევრი არაფერი არ შეცვლა. აი მე მაინც მინდა რომ მოკლე კომენტარი მაგის გავაკეთო, კონკრეტულად მე გადავიდე ამ კატალიზატორების ნაწილზე. რატომ არ იყო პრინციპში განსაკუთრებული სიურპრიზი ტრამპის ადმინისტრაციის სხვადასხვა ნაწილების მხრიდან მსგავსი გაგრძელება საგარეო პოლიტიკის. ჩინას იმიტომ რომ მე მაგალითად სექტემბერში ვესწრებოდი შეერთებულ შტატებში ეროვნული კონსერვატიზმის კონფერენციას, სადაც ეს ხალხი, ვინც ახლა შეერთებულ შტატებში სხედან აი ამ უმაღლეს თანამდებობებზე, ისინი სწორედ არიან ამ ნეტკონის წევრები, დაწყებული ელბრიჯ კოლბით, რომელიც ჩემი აზრით თავარი ესე ვთქვათ, მამოძრავებელი არის აი ამ სტრატეგიის ავტორი, გაგრძელებული მარკო რუბიოს შორის მანდარის ნეტკონის წევრია და არაერთი თავად ვენსიც არის მაიორი. აი ესეც იყო მონაკვეთი, ახლა მე მინდა ხელახლა როგორ შეგვიდეთ ინგლისური ჩვენი ინგლისურენოვანი ამერიკელი სტუმრის გამოსვლის ნაწილი შემოგთავაზოთ და მე გითხრათ გაგრძელების ამერიკა რეგიონებში და როგორ აპირებს მოთხოვნა. Thank you for having me today. My
perspective and context will be a lot less academic than the gentleman that we've had today. And I think that gives a balance to the average citizen of Georgia, the Caucasus, or America that are just struggling on a daily basis to, operate within society. Most Americans are getting their information about security, wherever that is in the world, from social media or major media. And I think that America's prioritization of allyship or cooperation with the Southern Caucasus and Central Asia is more for security than it is for economics. Over the past 70 years, we have seen the rise of globalization and America's involvement in different parts of the world to secure our positions economically. And now I think even the average person sees and realizes that the age of globalization is now starting to peak and maybe deteriorate. And I think America's prioritization of economic stability is now being replaced with a secure. კონფერენცია ჩატარდა, ჩამთავრდა გუშინ, დაისახა შემდგომი გეგმებს აუცილებლად თითოეულ თავად აი ამ ორგანიზაციის მოთავეები და ორგანიზატორები გეტყვიან, არსებობს GAFA-ს Facebook გვერდი, სადაც ყველაფერი წვრილად იქნება მოყოლილი და რა ვიცი, მე ძალიან იმედი მაქვს, რომ ამას ყველაფერს პრაქტიკული განვითარება მოყვება და პრაქტიკული შედეგები მოყვება. ყოველ შემთხვევაში წარმატებები ამ ახალ ორგანიზაციას და იმედის თვალით ვუყურებთ ამას. დარიო კი შეეცდება მუდამ საქმის კურსში იყოთ და ვისაც აინტერესებს გაიგოს რა და როგორ ხდება თუნდაც აი ამ კონკრეტულ ქართულ-ამერიკულ თავისუფლების ალიანსში. დიდი მადლობა, დროებით. Dario Radio, მუდამ კარგი დავია.